ნინიკო ჩხეიძე, ჩემი უსაყვარლესი მომღერალი ნინო ჩხეიძე და ჩემ გადაცემაში არც ერთხელ ნამყოფი შალვა მორელი, გთხოვთ. სად დაიკარგე? ნინო მეუბნება. რა ვიცი, ნინო მეუთხარი. იცი რა, გირეკავდი და შენი ნომერი არ მაქვს. რანაირად მირეკავ? ქრისტიანს და თქო მოგწერე. მართლა? ჭეშმარიტად, ნინიკო ბატონი შალვა პირველად არის ჩემთან და თუ შეიძლება, აი თქვენ, მე ვიცი რომ თქვენ დუეტი ჩაწერეთ, ვიცი რომ რაღაც ახალი შემოქმედებითი. მე მოყვები ბატონ შალვაზე. შენ მოყვები ბატონ შალვაზე, კი ბატონო. ბატონი შალვა გავიცანი ისრაელში, ბატონი შალვა არის ქართველი ებრაელი და რამდენიც მეც არ თქვი ქართული საიდან იცი. ხო. შალვა მღერის, რა თქმა უნდა და აქვს თავის პროგრამა და მე არ ჩემზე კარგად მღერის დავიჯერო. ნუ შენ შენაირად. არა. აი გამოძვრა, წიპა ტაბო. არა, რატომ აბობიცი? აი სასწაული რეპერტუარია. ვიცი მე თვალსვა. ვიცი რა რეპერტუარია? ვიცი მე თვალს ადები ყველაფერს. არ გეუნები, ახალ წლისთვის რომ ყველასთან ჩაიწერა ის დუეტი და რაც მის ცხოვრებაში არ უმღერია, რამდენი წლის ახალ? აუცილებელია ეს ახლა. Хорошо, 65 წლის განმავლობაში რაც არ უმღერია, ახალ წელზე იმღერა ყველაფერი. ის გარეშე არ შეიძლება გადაცემა. რა გენაცვალე? ის გარეშე. რა ბძანეთ ალბათ? ის გარეშე? მათემატიკაში სუსტი ხარ შენ. კი ბატონო. აი ხა დამახვედრებ მე რომ მათემატიკურ თემას, ხო? კი, არაფერს არ დაგახვედრებ. მოხვალ და გამრავლების ტაბულას ჩამაბარებ ჩვეულებრივად. ხრიანისთვის ძალიან მაგრამ. აბა 7x9. 63. აი 9-ზე რაც გინდა. ხარო 7x9 63-ია? კარგი. აბა მითხარი? 4x9? 36. 9x9? 91. 9x1? 18. შორის მე სადაც დავიბადე და გაიზარდე, იქ ძალიან გავიზარდე, ძალიან ცნობილი ხარ. სამტრედიოს რაიონი დაბაკულაში. კი. სხვადასხვა შალვას, გოდიში ხა შენობით გადმოვედი. რა თქმა უნდა. სამტრედიაში ხა შენზე პოპულარული ვარ, არ უნდა გიკვირდეს და მეცაც გეტყვი, აჟდოდში შენზე პოპულარული ვარ. არა პრობლემა. არ გეუნები შენ. მე ხوار ვამბობ ხაიფა, თელ-ავივი. არა პრობლემა, მე საერთოდ აშკელონი. ისრაელში არ ცხოვრობ, ნინომ. გამოდი შემიყვარდი, გეძებდი გიპოვე, ღრუბელმა წაიღო შენი დარდი, შენ გიმზე სავიტანათე. ჰეი! აი თუ არ ვიცი ტექსტი. აი თუ არ ვიცი რა, მაგრამ თამაში უნდა. რა გინდა? თქვენ წყალი მიირთვით ბატონო შალვა. ესე იგი მე გეტყვით, კაზინო არა, კაზინო არ გვინდა. ეხლა არ გვინდა. თამაში არის შემდეგი. მოკლედ, ჩვენ ასეთი მოუფიქრეთ გამართლება ამ თამაშს, რომ აიო, ქართველებს და ებრაელებს 26 საუკუნოვანი ხო, სხვა ანალოგი არ არსებობს სოფლიოში ასეთი მეგობრობის და თუმცა მე აქაც ჩემი ისა მაქვს, რა ქვია, მოსაზრება, რომ ეხა ქართველი ებრაელი ჩემთვის არის სულ სხვა ფენომენი. სულ სხვა ადამიანია და სულ სხვა, ანუ ორმაგად და სამმაგად მაგარი ადამიანია. თუმცა აი ეს მეგობრობა ეხა, მოდი ერთმანეთის როგორ გესმით. აი ქართველ მომღერალს და ქართველ ებრაელ მომღერალს. აჰა. უნდა ვიმღეროთ? No. მე ჩაგაცნობთ თქვენ სპეციალურ ხალათებს. უხალათოთ? უხალათოთ ვერ. აი თქვენი ზომა არ ვიცი მაგ თუ არა. მაგიტომ შეგეკითხე, მე ზუსტად სხვანაირად არ. რაღაცით შეგკრავთ. მომიწება ეს ხალათი? ნინიკო არა. არა? მაგრამ სასაცილო იქნება. აუ ეს თამაში უკვე არ მომწონს რა. რატო არ მოგწონს? იმიტომ რომ უშნოთ ხარ. ნინიკო, ყველა მიცის რომ ლამაზი და ნიჭიერი ხარ. ეხლა ნუ მიშლი ნერვებს. პირველი სიტყვა, რომელიც შენ უნდა აუხსნა შალვას, არის გოჭი. აბა აუხსენი. სიტყვა გოჭი. გისმენთ. გოჭი. შალვა წესიერად. შევტრიალდე? არა. როგორ შევხრი? არა, უყურე, მაგრამ წესიერად, იმიტომ რომ გავს რაღაცა სიტყვას. დიახ, ბრძანეთ. გოჭი. თოჯინა. თოჯინა. გოჭი. დოქი, ახლოს ხარ. ახლოს ხარ. გოჭი. თოჯინა.
არა. გოჭი. დოქი. არა. არა. გოჭი. გ. შენ რა თქვი ეგრე ილაპარაკე ტუჩებით და გავიხდები რა. თუთხარი. ო ჭ გოჭი. Yes! წარბი. არა, ჭკვიანი ხალხია ეს ებრაელები, კიდე ერთხელ დავწუნდი. კი. წარბი. წ. სიგიჟე. კი. წარბი. სიგიჟე სად დაინახე ხა ერთ. წარბი. საკეიფე. Yes. სიგარი? არა. წარბი. სადმე. არა. წარბი. დახუჭვა. წარბი. თვალების დახუჭვა. კარგი იყო. სარფი. წარბი. წარბი. Yes! წარბი. აჰა. პირველი სიტყვა არის ჯიქანი. შემომხედე გოგო. დაიწყო? ამას უყურე გოგო, ამას. ხო. დიახ, ბატონშალვა. ჯიქანი. ჯიგარი? ჯიქანი. ჯიგარი არა. ახლოს ხარ. ჯიგარი არა. ჯიქანი. შირაქი? შირაქი. შირაქის ველებზე ლექს გეუნება. ჯიგარი. შიახი? შეახი. ჯიქანი. შიკა? არა? ქ. ხო. ჯიქანი. ქზე იწყება? ქ არის ხმოვანი. ანუ შემომხედე. ჯიქანი. მაინც მე დაგეხმარ. მარტო ქ იყო ხმოვანი. ქ იყო მარტო. თან ქ იყო ხმოვანი. ყლაპი. ყლაპი. ეგრევე რო ხა გავგიჟდები დედაშვილი. ყლა. ტყ. სუდათ იწება ნინიკო და არაყვე. გოჭის არ იყოს. ტ. Yes. ყლაპი. Yes! Yes! მოკლედ, მეგობრებო, ახლა რა მინდა კიდე მომისმინეთ? სიმღერის გარეშე რო არ წახვალთ, გასაგებია ეს ყველა მიცის. მაგრამ მოდი 2-20 სიტყვით თქვათ ამ სიმღერაზე, როგორ დაიბადა ეს იდეა, ტექსტი ვისია, საიდან, როგორ რანაირად გისმენთ? სიმღერა არის ერთი უცნობი მწერალის, რომელიც არ არსებობს. შალვა მორელის. შალვა მორელი არ არსებობს, ანუ თქვენ ახლა მწერლად არ არსებობს. ანუ ლაოციო ამბობდა კაცი წინგიზის შვილებში არიჯდესო მართალი იყო. კი ბატონო. მოვიდა ტვინში რაღაცა, დაურეკე ორანჟიროვში, დაუჯექი რაღაცა აწყო. ორანჟიროვში კი არსებობს? კი. არ იყო მართალი ლაოცი. ორანჟიროვში კი არსებობს. დაუჯექი რაღაცა აწყო და ნინო როცა იყო ჩამოსული მე ეს თქვი, ნინო როცა იყო ჩამოსული, მოასმენინე, მარტო მუსიკა მოასმენინე, ანუ რაც მე მომივიდა აზრში. და ნინო მითხრა მაგარიაო, მაგრამ აი შემებურათო ცოტა, მოდი ცოტა რაღაცა აქ მისამღერში შევცვალოთ, აქი რაღაცა შევცვალოთ. ნინიკო ფხიზელი იყო მაგ დროს. მაგ დროს დაიწყო პირველი ჭიქის დალევა ვისკის. პროფესორს დავიწყეთ. იყო, უკვე კონდა ერთ ჭიქა დალეული? არა. ოკეი, ესე იგი მართლა კარგი იყო. კი. შრალზე ვიყავი. ასე იყო შრალზე, სუხოიზე. შრალზე. კი ბატონო. სხვათა შორის და როდალია. dry. როდალია ერთი ჭიქა მე მითხრა მე მგონი არაა საჭირო გამოცულაო. მაგრამ მაინც დაუჭერე და გამოცვალოთ მეთქი მე ვთხარი. ძალიან მიხარია ყოველთვის, როდესაც ნინიკო ჩხეიძე მოდის ხოლმე ჩემთან სტუმრად. დიდი მადლობა, რეიტინგულია, ყოველთვის კარგია, ყოველთვის მოდის იმიტომ რომ შენთვის შოუ გააკეთოს და წაადგეს შენ გადაცემას და გულშემატკივარია. და დღეს ორმაგად მინდა დიდი მადლობა გითხრა რომ ასეთი კარგი ადამიანი გამაცანი, ადამიანი რომელიც აი მე მგონია რომ შალვაც ჩემთან არის მე-10 სტუმრად. დღეს ისე შევედით რაღაც ურთიერთობაში, ვითამაშეთ, ვისაუბრეთ. ძალიან დიდი მადლობა.